დავით ჯიქია, ერთად ვიზრუნოთ რუსთავზე. ბატონ კახი, მე მინდა რომ რამდენიმე წუთში თქვენ წარადგინოთ უკვე კანდიდატები, რამდენიმე კანდიდატი, მერობის რამდენიმე კანდიდატი იმყოფება დარბაზში, მაგრამ მანამდე მე მინდა გკითხოთ, რა პრინციპით მოხდა კანდიდატების შერჩევა ზოგადად? კანდიდატებს რაც შეეხება, პირველი იყო ეს კოალიციაში შეთანხმებული ვიყავით გუნდში, რომ ისინი არ უნდა ყოფილიყვნენ პოლიტიკური ფიგურები, უნდა ყოფილიყვნენ მენეჯერი, მეურნე ადამიანები, რა თქმა უნდა ღირსეული, პატიოსანი, თავის საქმის პროფესიონალები და ზუსტად ამ პრინციპებით მოხდა შერჩევა ყველა იმ კანდიდატის, რომელიც არის კოალიციის მიერ წარმოდგენილი და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად იმ რეგიონებში, ქალაქებში ისინი აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას 15-ს. მოდით წარმოგიდგენთ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენთან სტუდიაში იმყოფებიან. დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ ბატონი გიორგი ერმაკოვი, ბათუმის მომავალი მერი, ბატონი დავით ჯიქია, რუსთავის მომავალი მერი, ბატონი შოთა მურღულია, ქუთაისის მომავალი მერი და ბატონი ირაკლი გოგოხია, ზუგდიდის მომავალი მერი. დააკვირდით, რომ ბატონი კახიბად წარადგენს არა როგორც მერობის კანდიდატებს, არამედ როგორც მომავალ მერებს. მე მინდა თქვენ გთხოვოთ, რომ მოკლედ ძალიან გითხრათ, რა მთავარ პრობლემებს ხედავთ თქვენს ქალაქებში, რას გააკეთებთ პირველ რიგში იმისათვის, რომ მოსახლეობას შეუმსუბუქოთ იქ მდგომარეობა. მოგესალმებით, აქ არაერთი გამოსვლელი აღნიშნავდა, რომ პრობლემები იმდენად ბევრია და საერთოდ იყო საუბარი პრიორიტეტებზე წინასაარჩევნო პროგრამების წარდგენისას. ამიტომ პრიორიტეტი არის ყველაფერი, რაც გუნდმა ერთად წარადგინა, ერთი ნააზრევია, მაგრამ ყველაზე მთავარი ისევ და ისევ რჩება ბათუმისთვის მაგალითად ეს არის პრობლემატური საკითხი, ქალაქს დღემდე არ ქონდა ურბანული განვითარების გეგმა, ანუ ქალაქი არა გეგმაზე უმირად ვითარდებოდა, არ იყო ქალაქის გენერალური განვითარების გეგმა, ეს პირველი გრძელვადიან გეგმას გულისხმობს. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა გადაწყდეს და რომელსაც ჩვენი გუნდი გადაწყვეტს. კიდე ყველაზე მთავარი პრობლემა ეს არის ინფრასტრუქტურული განვითარება, ანუ კერძოდ ბათუმში ჩვენ მივიღეთ ორად გაყოფილი ქალაქი და ლოზუნგი მაქვს მე ესეთი, ქალაქის ყველა უბანი უნდა გახდეს ცენტრი. ანუ სიტყვა გარეუბანი არ უნდა არსებობდეს. მივიღეთ ჩვენ ქალაქი ორად გაყოფილი, კიდე ერთხელ აღნიშნავ, ვინც ბათუმი იცის, ჭავჭავაძის ქუჩის მიღმა რამოდენიმე უბანი არსებობდა, ეს იყო ძალიან ძველი და ტრადიციული უბნები, რომლებიც საერთოდ მიუხედავი იყო წლების განმავლობაში. აი ამიტომ თავარია ინფრასტრუქტურული განვითარება აუცილებლად და სოციალური ფონდიდან გამომდინარე აქ დასაქმებაზე იყო საუბარი, მაგრამ უმნიშვნელოვნად ვთვლი აი ხელმისაწვდომი საბინაო ფონდის შექმნას, რასაც საფუძველი ჩაუყარეთ და რასაც განვაგრძობთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ბათუმის ინტერესებისათვის არის განსახორციელებელი და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი პროგრამა, რითაც ჩვენ მოვდივართ ამ შემთხვევაში თვითმმართველობაში, ზუსტად ემთხვევა ჩვენი თანაქალაქელების ბათუმლების მოთხოვნას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ბატონ დავით. მოგესალმებით, ანუ პრობლემები ფაქტიურად ყველა ქალაქში იდენტურია. ჩვენთანაც ქალაქში იგივე პრობლემა არსებობს, არ არსებობს ქალაქის გენერალური გეგმა, არ არსებობდა, მოვახერხეთ დაახლოებით იანვარში მოხდა პირველი ეტაპის დამტკიცება. ანუ ქალაქის გენერალური გეგმის არარსებობამ გამოიწვია ეს, რომ რეალურად ქალაქში აღარ არსებობს სკვერები, აღარ არსებობს პარკები, გასხვისებული არის ისეთი სკვერები, როგორც არის მაგალითად ქალაქის მერის წინ არსებული სკვერი, რომელიც ქალაქის დაარსებისთანავე დაარსდა. ანუ გაიყიდა ფაქტურად ქალაქს აღარ აქვს მწვავე ზოლი, ეს გამოიწვია იმან ელემენტარული, რომ არ ხედავდა წინა ხელისუფლება დართული და საჭიროდ ყოფილიყო განვითარების გეგმა. გარდა ამისა, ქალაქის განვითარების გეგმის არარსებობამ გამოიწვია ის, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები საკმაოდ ქაოსურად არის განხორციელებული. ხშირ შემთხვევაში გაუმართლებელია ეს პროექტი, რა პროექტის განხორციელებულია სამწუხაროდ და ხელმეორედ გვიწევს ამ პროექტების გადახედვა და ამ პროექტთან დაკავშირებით თქვა რაღაც ჩანაფიქრების და რაღაც გააზრებების განხორციელება. გარდა ამისა, სამწუხაროდ ქალაქის ერთადერთი ცენტრალური ქუჩა, რომელიც უნდა წარმოადგენდეს სახეს ქალაქისას, გადაიქცა ბენზინგასამართი სადგურების სამრეცხაოების და მსგავსი რაღაც ობიექტების ქუჩად სამწუხაროდ და საწყენია თქვა ის მომენტიც, რომ ქალაქს რეალურად დღესდღეობით, ანუ ყველა ქალაქს გააჩნია მეტნაკლებად რაღაც ადგილი, სადაც შეიძლება თქვა რაღაც სავიზიტო ბარათი ვითარსებოდეს ქალაქისთვის და რუსთავს ეს სავიზიტო ბარათი არ აქვს ელემენტარულად, იმიტომ რომ ყველა უბანი ფაქტურად სამრეცხაოების უბნად აქციეს. ეს ობიექტები უნდა დაიხუროს. არა, გეტყვით ახლა დახურით ვეღარ დაიხურება, უბრალოდ აუცილებელი არის ის, რაც გადარჩა რეალურად თავისუფალი ზონები, იმას მიეხედოს ისე, რომ არ მოხდეს ესე ქაოსურად გაგრძელება ამ სიტუაციის, ანუ გენერალური გეგმა უნდა შეიქმნას და უნდა მოერგოს ისე სიტუაციას, რომ საბოლოო ჯამში მოსახლეობის ინტერესებიც გათვალისწინებული იყოს, ქალაქის ინტერესებიც და თქვა მეწარმეების ინტერესებიც. მადლობა. ბატონ შოთა, ქუთაისი იქცევა თუ არა საუნივერსიტეტო ქალაქად?
როგორ? ქუთაისი იქცევა თუ არა საუნივერსიტეტო ქალაქად? ეს რა თქმა უნდა დამოკიდებულია პირველი რაც მინდა აღვნიშნო რომ ქუთაისში თუ რაიმე განხორციელდა სამწუხაროდ ქუთაისლებისთვის არ უკითხიათ სურდათ თუ არა მათ ეს ან იგივე ის 350 მილიონის ინვესტირება ქალაქში რა მიმართულებით იყო სასურველი რომ დახარჯულიყო რაც შეეხება საუნივერსიტეტო სტატუსს და სხვადასხვა სტატუსს ჩვენ აუცილებლად ეს მოსახლეობას უნდა ვკითხოთ და ჩვენ ქალაქს რაიმე ხელოვნურ თუნდაც საპარლამენტო ქალაქის სტატუსი რა თქმა უნდა ესეც რა მოსახლეობასთან უნდა იყოს შეჯერებული მე პირადად როგორც ქუთაისის სურვილი მაქვს რომ რადგან 350 მილიონი დაიხარჯა თქვათ პარლამენტთან ფუნქციონირება გააგრძელოს ქუთაისში ან რა თქმა უნდა გაცილებით უფრო დიდი სტატუსი უნდა იქნას მოძიებული რომელიც მოსახლეობისთვის იქნება მისაღები რაც შეეხება სხვა ყველა ფუნქციას ქალაქისას ქუთაისს არ შეიძლება კონდეს ერთი ფუნქცია და ვერც ერთი ფუნქცია ვერ იქნება მისი განვითარების ერთადერთი საშუალება არამედ თითქმის ყველა სფეროში აუცილებელი არის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება ქალაქში არის უამრავი პრობლემა. უამრავი, შეიძლება თქვათ, რომ ზედიდით მეორე ქალაქში არის უბნები, სადაც წყალი დღე-გამოშვებით მოდის. გზები არის მოუწესრიგებელი, ანუ შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად მიტოვებული იყო ეს ქალაქი. ყველა ამ მიმართულებით ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს გეგმა, თუ უნდა მოვაგვაროთ რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურული პროექტები, პრობლემები, ასევე არის ძალიან დიდი სოციალური რთული ფონი და ადგილობრივი სოციალური პროგრამების გაუმჯობესება არის საჭირო, ასევე საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული საკითხები და ეს პრაქტიკულად იდენტურია ყველა ქალაქში და რაც შეეხება საუნივერსიტეტო სტატუსს, მე მინდა ვთქვა, რომ ქუთაისში ძალიან კარგი უნივერსიტეტი გვაქვს ჩვენ და მისი გაძლიერება რა თქმა უნდა რეგიონში მას ნამდვილად აქცევს საუნივერსიტეტო ქალაქად. მადლობა ბატონო შოთა და გადავიდეთ ზუგდიდზე ბატონო მირაკლი. მოგესალმებით. ჩვენთან ზუგდიდში ცოტა რთულად არის საქმე, იმიტომ რომ მერია არ არსებობს, შენობა ახლა უნდა გამონახოთ, გავარემონტოთ, კონკურსი უნდა გამოვაცხადოთ, თანამშრომლები მოვიყვანოთ, იმიტომ რომ რაიონის გამგეობა იყო და ამის შემდეგ კანონში გაწერილია რომ 120 დღის განმავლობაში უნდა ვიყოთ და ამის მერე შეუდგები ჩვენ მუშაობას. პრობლემები ასევე ჩვენთანა ძალიან ბევრია. იგივე დასაქმების პრობლემა, სოციალური ფონი, დევნილების პრობლემა არის ძალიან მძიმე. იმიტომ რომ კომპაქტურად ჩასახლებებში ძალიან გაუსაზრისი პირობებია. კი, მთავრობამ უკვე გამოყო ქალაქ ზუგდიდში 9 ჰექტარი, შენდება 8 კორპუსი და 4000 დევნილი 2016 წლის ბოლომდე მიიღებს ახალ საცხოვრებელ ფარს. ასევე სოციალური ფონი, საკანალიზაციო სისტემები, სანიაღრო არხები, გამწვენდი ნაგებობა ზუგდიდში არ არსებობს. უხერხულიც არის, მაგრამ ფეკალები მდინარეში ჩაედინება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დევნილების პრობლემა აღვნიშნე, ჩვენი სავიზიტო ბარათი იგივე ბოტანიკური ბაღი მოვლელია. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ზუგდიდს რომ განავითაროს რელიგიური ტურიზმი, იმიტომ რომ ზუგდიდში არის დაბრძანებული ღვთისმშობლის კვართი. და იტალიაში სადაც უფლის კვართია დაბრძანებული მთელი ინფრასტრუქტურა და კომუნიკაცია აწყობილია თუ შეიძლება ასე ვთქვათ უფლის კვართზე და ამიტომ ძალიან ბევრი ტურისტი შეიძლება მივიღოთ და ჩვენ პირდები ჩვენ ამოჩვენებს რომ 24 საათიან რეჟიმში ვიმუშავებ და მერიას გადავაქცევთ არა პირადი კომფორტის საშუალებად არამედ აღშენებლობის და სამოქალაქო კონტროლის ინსტიტუტად ასე დიდი მადლობა. დიდი მადლობა მე წარმატებას გისურვებ. ბატონო კახი, მე მინდა ვინაიდან კანდიდატებზე ვსაუბრობ და თქვენ თქვით რომ ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო რომ ეს ადამიანები არ უნდა ყოფილიყვნენ პოლიტიკოსები, მაგრამ როდესაც სხვა კანდიდატებზე და პოლიტიკოსებზეა საუბარი, ერთ-ერთი პირობა არის ის რომ ისინი არ უნდა იყვნენ ყოფილი ნაციონალები. და თუ ზუსტია ეს ინფორმაცია, მე ვიცი რომ თქვენ ერთ-ერთი კატეგორიული მოწინააღმდეგე იყავით სწორედ ამის. რა არის ამის მიზეზი უფრო რომ განგვიმარტოთ, იმიტომ რომ ჩვენ თბილისის საკრებულოშიც თუნდაც უამრავ ადამიანს ხედავდით, რომელიც სწორედ ნაციონალებენი იყო, ასე ვთქვათ, გადაბარგებული ქართულ ოცნებაში. არა, რაც შეეხება ნაციონალებს, როგორც ასეთი ყოფილი ნაციონალი, ჩემთვის ცოტა არ არსებობს ეს ცნება. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ყავდა პირველივე დღიდან, როდესაც პარტია ქართული ოცნება, კოალიცია ჩამოყალიბდა. ამიტომ მე ვფიქრობ, არ იყო იმის აუცილებლობა, რომ ჩვენ დაგვეწყო ძიება სხვა პარტიების წარმომადგენლები დაგვეყენებინა კანდიდატებად, რადგან ჩვენ ყავდა ღირსეული პიროვნებები, რომლებიც ჩვენთან ერთად ებრძოდნენ იმ რეჟიმს, რომელიც 9 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. თუმცა პირველ ეტაპზე ეს ადამიანები გადმოვიდნენ და ისინი იყვნენ ქართულ ოცნებაში. დიახ. ამიტომ ყველა ის პიროვნება, რომელიც იქნა შერჩეული ჩვენს მიერ, მე ვფიქრობ, ისინი არიან ღირსეული პიროვნებები, კეთილსინდისიერი, პატიოსანი, თავის საქმის პროფესიონალები და ასევე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ისინი ჩვენ გუნდთან ერთად მიაღწევენ იმ გამარჯვებას, რასაც ქართული ხალხი ელოდება და რაც ჩვენ ქართულ ხალხთან ერთად 1 ოქტომბერს გამარჯვებით დავიწყებთ. კარგი, ბატონო კახი.
ამ ბლოკისთვის ბოლო შეკითხვა მეკდება დაუბრუნდებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ამ დრომდე არ სახელდება. ცნობილია ეს კანდიდატურა და თქვენ არ ასახელებთ თუ ან იქნებ შეგიძლიათ კიდევაც პირველად დაგვისახელოთ. რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს, ეს თვითონ საკრებულოს პრეროგატივაა და იმის მერე, როდესაც მოხდება არჩევა, დაველოდოთ 15 ივნის და გვეცოდინება უკვე ყველა ის პიროვნება, რომელიც იქნება წარმოდგენილი საკრებულოში და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენს მიერ დასახელებული კანდიდატი ყველა მოხდება თბილისელების დახმარებით, ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობის დახმარებით, თვითონ ისინი მიიღებენ უკვე გადაწყვეტილებას და აირჩევენ ვინ უნდა იყოს საკრებულოს თავმჯდომარე. ამიტომ დაველოდოთ არჩევნებს და მე ყველაფერი ნათელი იქნება თქვენთვის და საზოგადოებისთვის. დიდი მადლობა.